თქვენ ნახეთ UEFA შტაბ-ბინაში ნიონში მიმდინარე კენჭისყრა გამოშვებას კი დღის სხვა მთავარი თემებით განვაგრძობ. ხვალ დღის 3 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიმდინარე წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ქართულ-რუსული დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 1993 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებმა ქართული გუნდის დამარცხება ვერც ერთხელ ვეღარ მოახერხა. რუსი სპორტსმენები თბილისში გუშინ გვიანღამით ჩამოვიდნენ და მატჩის წინ ბოლო ვარჯიში უკვე გამართეს. გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით რუსეთის ნაკრებმა ბრიტანეთში მოთამაშე ყველა ლეგიონერი ჩამოიყვანა. რუსეთთან თამაში ყოველთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ამ ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს მუდმივად და ძალიან დიდი ხანია თან რუსეთთან არ დავმარცხებული ვარ. პრინციპში ამაზე არც არავინ არ ფიქრობს, გუნდი არის განწყობილი საბრძოლველად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი რაგბისტები კიდევ ერთხელ გაახარებენ იმ უამრავ გულშემატკივრს, რომელიც მოედანზე იქნება. გიმნი უნდა ვიმღეროთ ერთხელ მაინც თელმა სტადიონმა და ამითი მივცეთ ის მუხტი ბიჭებს რაც საჭირო არის. შემდეგ იქნება ყველა სკამზე დახვდება გულშემატკივრებს თეთრი ან წითელი ქაღალდის კვადრატები, რომელსაც ავწევთ და ჩვენი ეროვნული დროშის ფერებში შეიღებება, ასე ვთქვათ, სტადიონი. ამ წუთებში კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უკვე საქართველოს ნაკრების წევრები ვარჯიშობენ. მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს დავით ერაძეც ესწრება. დავით, მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთის ნაკრები ყველაზე ძლიერი მოთამაშეებით იქნება წარმოდგენილი. რა შემადგენლობით ხვდებიან მათ ქართველები? საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებიც ხვალინდელ შეხვედრას ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება. მხოლოდ ერთი ტრამვირებული მორაგბეა, ეს არის გიორგი შკინინი. სამწუხაროდ მან უკვე ბოლო გამოკვლევის შედეგად ცხადყო, რომ ვერ დაეხმარებოდა ნაკრებს, თუმცა საბედნიეროდ სუთეაშვილი და გორგოძე, რომელთა თამაშიც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ისინი ჯამთელად არიან და გუნდთან ერთად აი ამ წუთებშიც ბოლომდე იხარჯებიან, ვარჯიშობენ და ხვალ საქართველოს ნაკრებს დაეხმარებიან. რაც შეეხება თავად რუსეთის ნაკრებს, მოგეხსენებათ, რუსებმა 12 საათზე ივარჯიშეს აქ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მათმა მწვრთნელმა ერთი საგულისხმო ინფორმაცია მოგვაწოდა. ის ცდილობს ამ დამარცხებული ფსიქოლოგიის წაშლას მისი მორაგბეებისგან და ეს განაპირობებს იმ ფაქტორს, რომ გუნდში ბევრი ახალი მორაგბეა, რომლებსაც არ უთამაშია ქართველი მორაგბეების წინააღმდეგ და სწორედ ამ ფაქტორით იმ ახალი მორაგბეებით ისინი ქართველი მორაგბეების წინააღმდეგ რთულ და მართლაც უკომპრომისო ბრძოლას ელოდებიან. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მე უოლსელი ვარ და ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს. საქართველოს საკმაოდ ძლიერი გუნდი ყავს და თქვენს ნაკრებს ბევრი დადებითი აქვს. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ყავს და იმედი მაქვს, რომ ამ ახალგაზრდებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას ფსიქოლოგიური პრობლემები არ ექნება და ნამდვილ ბრძოლას გაგიმართავთ. საქართველოს ნაკრებთან ჩვენი მარცხის მიზეზი მთელი წლების მანძილზე ფსიქოლოგიური ხასიათიც იყო. თითქოს ძლიერი გუნდი ყავს და მოედანზე გასვლისას რაღაც გვემართება. ვეცდებით ეს ტრადიცია დავარღვიოთ, თუმცა ვიცი, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. საქართველოს და რუსეთის ნაკრებების მატჩმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგეხსენებათ, მატჩზე დასასრები ბილეთები ერთი კვირით ადრე დაიწყო, გაყიდვაში გამოვიდა და უკვე დღეს აი ამ წუთისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩზე დასასრები ყველა ბილეთი გაყიდულია და გულშემატკივარს რაგბის კავშირი და თამაშის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ თადარიგი ადრევე დაიჭირონ და თამაშზე მინიმუმ 1 საათით ადრე მოვიდნენ, რათა საკუთარი ადგილები დაიკავონ და რაგბს მართლაც ქართული და სარაგბო თემისთვის დამახასიათებელი გულშემატკივრობით დაეხმანო. რაც შეეხება გუნდში არსებულ ვითარებას, როგორც ნაკრების მენეჯერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბიჭებიც მოუთმენლად ელოდნენ თითქმის 4 წლიანი პაუზის შემდეგ რუსების მასპინძლობას თბილისში და გუნდი აბსოლუტურად მობილიზებული ხდება ხვალინდელ შეხვედრას. საერთაშორისო რაგბის კავშირმა მოგცა უფლება, რომ საქართველოში და რუსეთში გვეთამაშა ეს თამაშები, იმის მერე დიდი მოლოდინი აქვს მოთამაშეებს, რომ საკუთარ კედლებში, სავსე სტადიონზე გაახარონ გულშემატკივარი და ითამაშონ რაგბი საუკეთესო უმაღლეს დონეზე და ალბათ ესეც მოხდება. გუნდს ერთი ვარჯიში დარჩა კაპიტნის ვარჯიში თამაშამდე, მზად არიან, ელოდებიან ხვალინდელ დღეს.
მაშა ასე 2007 წლის შემდეგ თბილისში პირველად ითამაშებს რუსეთის ნაკრები. მოგეხსენებათ ამ გუნდების დაპირისპირებები მანამდე უკრაინის მარიუპოლსა და თურქეთის ტრაპიზონში გაიმართა. ორივე შემთხვევაში რა თქმა უნდა ქართველმა მორაგბეებმა გაიმარჯვეს, ხოლო პირველი სტუმრობა სწორედ საქართველოს ნაკრების იყო სოჩში და ამ შეხვედრაშიც ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს ხვალაც რა თქმა უნდა ის 25000-მდე გულშემატკივარი, რომელიც ამ სტადიონს ბოლომდე შეავსებს რა თქმა უნდა ქართველი მორაგბეების კიდევ ერთ გამარჯვების მოლოდინში იქნება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან დავით ერაძე გვერდთვებოდა.